ძალიან მძიმეა ის პროცესები, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ჩვენს ქვეყანაში და მე მინდა რომ ერთი პატიმრის წერილი წაგიკითხოთ ახლა ციხიდან და შემდეგ მის შვილთან ერთად უნდა განვაგრძოთ საუბარი, მანამდე კი კონსტანტინე კოკაიას წერილს ვკითხულობ ახლა. ნინი მამის სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ესაა. 10-11 დღეა აქ ვარ, ჩამწერეს კარდიოლოგთან არ წამიყვანეს. ჩამწერეს თვალის ექიმთან არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვერ ვხედავ, გაციებული ვიყავი, ექიმთან არ წამიყვანეს. აჭკები წამართვეს, არ შეიძლებაო, რკინააო. ექიმმა 5 შუნტიან და 4 სტენტიან კაც დიეტა არ დამინიშნა. უხაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ, არა ბარათი, არ დარეკო, შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რისიც მადლობელი ვარ. ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ. კონსტანტინე კოკაიას წერილი გაგაცანით და ნინი კოკაია, კონსტანტინე კოკაიას შვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ნინი და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში აი ამ წერილის შემდეგ რა სიახლე გაქვთ ბატონი კონსტანტინეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? რამე რეაგირება მოხდა გარდა იმისა, რომ პენტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ ტყუილიაო და არაფერი არ სჭირს. მაგათი ნიუსი. ერთი ის იყო, რომ საღამოს საათებში მიაწოდეს ბარათი, თუმცა საბანკო ანგარიში დამზადდა წინა კვირას. მაგრამ აქამდე არ ჰქონდათ მიწოდებული. მეტი არაფერი სიახლე არ გვაქვს, გამოეხმაურან თუ არ ვწდები 25-ში აქვს ჩანიშნული ვიზიტი. კვლევა, დიახ. კი. 10 დღეზე მეტია ჩვენ მოვითხოვეთ კარდიოლოგის კონსულტაცია, სხვადასხვა სამედიცინო პერსონალის კონსულტაცია, მაგრამ აქამდე რეაგირება არ ყოფილა. აქვს მაღალი წნევები. თან ხო გვეუბნებიან, რომ სტაბილურია მის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რას ეძახიან სტაბილურ ჯანმრთელობის მდგომარეობას? ცალთვალში მხედველობა დაკარგა, მაღალი წნევები, უჰაერობა, მარცხენა კიდურები აქვს სრულიად დაბუჟებული, ვერ ამოძრავებს და გააჩნია რა გადმოსახედით ქვია სტაბილურობა მდგომარეობას. ხო, პენტენციური სამსახური ამბობს, რომ ისევ რასაკვირველია აბრალებს კრიტიკულ მედიას, რომ ჩვენ ვავრცელებთ არასწორ ინფორმაციას და რაც საჭიროება იყო, ყველაფერი ჩაუტარდა. 25 ოქტომბერს არის დანიშნულიო ოფთალმოლოგთან კონსულტაცია და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად თავად ვეწერენ პენტენციურ სამსახურის წარმომადგენლები. კოკაიას აქვს გულის უკმარისობა, მესამე სტადია, ესენციური ჰიპერთენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა და არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტისა და ტრანსანტანტის არსებობა. ანუ მისი ხო, არაერთის. ანუ მას რომ აქვს ნამდვილად ჯანმრთელობის პრობლემები, ამას ვერ უარყოფს ხო, ვერც პენტენციური სამსახური. შესაბამისად, ასეთ ადამიანს, რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს, სჭირდება განსაკუთრებული მეთვალყურეობა და შესაძლოა სტაციონარში გადაყვანაც კი, ხო? თუ გქონდათ აი მსგავსი მიმართვა, მაგალითად რომ სტაციონარში გადაიყვანოთ, რადგან თავად ამბობს ბატონი კონსტანტინე, რომ აქ ექიმთან აღარ მივალო, იმიტომ რომ აზრი არა აქვს აქაურ ექიმთან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმების მხრიდან კონტროლი. ველოდებით ისევ ადვოკატმა მიმართა წერილობით და კვირის ბოლომდე ველოდებით რა იქნება სიახლე, არ ვიცით. მაგრამ ეს მაღალი წნევები გვაშინებს ჩვენ ყველაზე მეტად. თან მინიმუმ 3 თვეში ერთხელ მიდის თავის ექიმთან, ესინჯება, დანიშნულებაც ეცვლება, კვებაც ეცვლება. ანუ სპეციფიური მკურნალობა სჭირდება და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ეს მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა თუ იქ გაუმწვავდა თუ აი როგორი იყო? ასაკობრივი პრობლემები, როგორც გარკვეული ასაკობრივი ზღვარის მერე ყველას გვაქვს ან მინუსი ან პლუსი და საჭიროებს ათვალებს, მაგრამ ის რომ ქონდა დაქვეითებული მხედველობა, გამორიცხულია. წიწაკის სპრეის შედეგად დაკარგა მარცხენა თვალში მხედველობა, რომელიც რამდენიმე დღეში ნაწილობრივად აღდგა და მერე ისევ გაუარესდა მდგომარეობა.
ხო, და აი ხა რამდენი ხანია 10-11 დღეა, ნუ როცა ეს წერილი გამოაგზავნა, ხო, მაშინ 10-11 დღე იყო და ვიდრე წერილი არ გამოაგზავნა ადამიანმა და ამხელა რეზონანსი არ მოჰყვა, ოფთალმოლოგთან კონსულტაცია ახლა ჩაუნიშნეს 25 ოქტომბრისთვის, ხო? ჩვენ დაკავების დღიდან მოვითხოვეთ კონსულტაცია ექიმის. ხო, იმიტომ რომ უკვე მწვავე იყო და უკვე აწუხებდა ეს წინასწარი. წინასწარი პატიმრობაც გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რომ შეცვლილი იყო ნაკლებად ზღუდავი ფორმით, რაზეც უარი მივიღეთ. ნინი, აი რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყველაფერი? ამგვარი დამოკიდებულება, ესეთი მოპყრობა ადამიანების მიმართ, თან იმ ადამიანების მიმართ მართლა ვისაც აქვს რეალურად ჯანმრთელობის პრობლემები, იმიტომ რომ თავდაპირველად, როდესაც ჩვენ გვახსოვს, აი 4 ოქტომბრის საქმეზეა მამაც დაკავებული და როცა დააკავეს, არაერთი ადამიანი იყო პენსიონერები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონეები და მაშინაც ქართული ოცნების ეს სხვადასხვა უწყებები ამბობდნენ, რომ აი მოგვაწოდეთო ინფორმაცია, რომ ნამდვილად ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იმიტომ რომ აი ასეო ზეპირი განცხადებებიდან რა გავიგოთო, ხომ ნახეს ეს ადამიანი, ხომ მართლა დაადგინეს, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ მაინც ასე ექცევენ, აი რას ამბობენ, რას აკეთებენ, რას გიჩვენებენ, ამით თუნდაც თქვენ ოჯახებს, ახალგაზრდებს, სამაგალითოდ სჯიან და აშინებენ. ახალ შეეშინდეთ გასვლა სხვებს. დიახ. შეუზღუდონ სიტყვის თავისუფლება. შეგეშინდათ? ეგეც შედარებითია ვის როგორ, მაგრამ ეგ არის მაგათი. მაგრამ მიზანი ეს არის. მიზანი ეგ არის, კი. კი, და აი რა შეეხება თავად საქმეს 4 ოქტომბერს, მამა იყო ნამდვილად ამ საპროტესტო აქციის მონაწილე. 315 დღის განმავლობაში იყო მამა. დიახ. აქციებში ჩართული. მათი მხრიდან მივიღეთ, რომ ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. რეალურად მათმა იძალადეს და არა კოტემ იძალადა. დიახ. ორჯერ თავის არეში აქვს, ორჯერ ბლაგვისაგანი მოხვედრილი. ასევე წიწაკის სპრეი და რა გამოდის, რომ მამამ კი არ იძალა და მასზე იძალადეს აქციის დროს. და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ სხვა პატიმარზე. ხო, ნამდვილად და ნინი, არ ვიცი, აი რა გექნებათ თქვენ დღეს სათქმელი საზოგადოებისთვისაც, მამაც არ ვიცი, კი ამბობს, რომ ბარათიც დაბლოკილი მაქვს ყველაფერიო, მაგრამ თუ აქვს საშუალება, რომ ნახოს თქვენი მიმართვა, რას ეტყოდით მას და თლიანად აი რა შეგიძლიათ დღეს აი ამ ყველაფრის ფონზე უთხრათ ადამიანებს, მათ შორის იმ პატიმრების ოჯახის წევრებსაც, ვისაც აქვს უდგათ მსგავსი პრობლემები. პირველ რიგში მადლიერი ვარ ყველას, ვინც ჩართულია ამ ბრძოლაში. ძალიან დიდი მადლობა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და ჩვენი პატიმრები უნდა იყვნენ უფრო ძლიერად, როდესღაც დასრულდება ეს ყველაფერი აუცილებლად. ჯერ ამის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნინი, მადლობა. ნინი კოკაია, კონსტანტინე კოკაიას შვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.